ვინ არის გელა გელაძე, რომელიც ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრად წარადგინა? მას სხვადასხვა უწყებაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. გელაძე მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, იგივე სოთში, რომლის უფროსიც ერეკლე კოდუა იყო. სამინისტროს კი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. გელაძე ნაციონალური მოძრაობის დროს განათლების სამინისტროში მანდატური სამსახურის უფროსიც იყო. ნანო ჩაკვეტაძემ გადაავლო თვალი ეგრეთ წოდებული მინისტრის მრავლის მთქმელ ბიოგრაფიას ნანო გისმენთ. ვინ არის გელა გელაძე? ეს არის პირველი შეკითხვა, რომელიც ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნას საზოგადოების ნაწილში მოჰყვა. მოქალაქეების უმრავლესობას ის ახსოვს იმ ცნობილი კადრიდან, როცა ჯერ კიდევ განათლების სამინისტროში მანდატური სამსახურის უფროსი იყო და ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხელსართმევს მასწავლებელს წარწერის ფონზე ქურდებს სიცოცხლე. ეს 2021 წელს მოხდა. თუმცა იქამდეც და მის შემდეგაც მის ბიოგრაფიაში ბევრ საინტერესო დეტალს მივაგენით. დავიწყოთ ბოლოდან. გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. ის ანდრე ოხანაშვილის მოადგილე მხოლოდ 54 დღით იყო. 2 თვეზე ნაკლებში გელაძეს გომელაურის სამინისტრო ჩააბარეს. ის პროფესიით იურისტია, პოლიციელია. მისი კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ძალოვან უწყებაში საქმიანობას უკავშირდება. საინტერესოა, რომ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება გელა გელაძემ ძირითადად სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დააგროვა. მათ შორის სკოლებში მანდატური სამსახურის შეფად ის განათლების მაშინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დანიშნა. კიდევ უფრო ადრე ის სოჩი კრიმინალურ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლად მუშაობდა. განათლების სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ გელა გელაძის მუდმივი როტაცია პოსტიდან პოსტზე, სამინისტროდან სამინისტროში, როგორც ივანიშვილის რეჟიმის, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება. გელა გელაძე ორჯერ მუშაობდა განათლების სამინისტროში, ერთი ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც დიმიტრი შაშკინმა დაავალა მანდატური სამსახურის ამუშავება და ეს მანდატური სამსახური ემსახურებოდა სკოლების კონტროლს და მასწავლებლების ორგანიზებას, რომ არჩევნები მოეგო ნაციონალურ მოძრაობას. და მეორეჯერ დაინიშნა უკვე მანდატური სამსახურის უფროსად რაღაც 6 წლის წინ. შემდეგ გადავიდა განათლების მინისტრის მოადგილედ და მერე მისი კარიერა ისე უბრუნდება ძალოვანებს. გადავიდა სულში, თავდაცვის სამინისტროში. ის არის პოლიციელი, რომელიც ემსახურება სისტემას და ამყარებს კონტროლს. შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა გელა გელაძე, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ განათლების სფეროში და განათლების სივრცეში მოვიდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, მანდატური სამსახურში და მანდატური სამსახური, როდესაც თავიდან დაარსდა, ეს იყო პირდაპირი მცდელობა იმის, რომ პოლიციური კონტროლი განახორციელებინათ სკოლებზე. შემდეგ ის იყო განათლების მინისტრის მოადგილე და დღეს უკვე და ამის შემდეგ ის გადავიდა თავდაცვის სამინისტროში და დღეს უკვე ხედავთ, რომ ის მოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ხო, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან ცხადი მესიჯი იმის, რომ უმაღლესი განათლების, ზოგადად განათლების სივრცე არის პოლიტიკური და პოლიციური კონტროლის ქვეშ. გელა გელაძის ბიოგრაფიის გაცნობისას ისმის შეკითხვა, ხომ არ უნდა დაიბარონ ქართული ოცნების ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ჩინოვნიკი წულუკიანის კომისიაზეც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას იძიებს თითქოს. ის ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში მუშაობდა, რომელსაც ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა. მით უფრო თუ კი ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის მიზეზით ციხეში ზის მაგალითისთვის ზურა გირჩი-ჯაფარიძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში არც ერთ თანამდებობას არ იკავებდა და უფრო მეტიც 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრიც კი არ ყოფილა. ჩვენი შეკითხვა შალვა პაპუაშვილს დავუსვით. არ ვიცი რა მხრივ შეიძლება კონდეს მას შემხებლობა კომისიისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ბატონი გელაძე 2012 წლიდან არის სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან უწყებებში და ამ მხრივ მხოლოდ წარმატებული აქვს საქმე. ათასობით ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში, მუშაობდა მათ შორის დღემდე მუშაობს ადამიანები, რომლებიც აცვლებლებია საჯარო სამსახურში არიან. აქ მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალურად ყველა ადამიანის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და ამ მხრივ არის მიიღება გადაწყვეტილება. ჩვენი პრინციპი მარტივია, არც ერთი ნაცი, არც ერთ ორგანოში. არდა ეს თქვა ირაკლი კობახიძემ 2023 წელს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ჩინოვნიკმა გელა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან ჩაიბარა, ეს მას შემდეგ, რაც ამ პოსტიდან სანქცირებული ვახტანგ გომელაური მოხსნეს.
მადლობა, ეს ნანო ჩაკვეტაძე იყო პირდაპირ ეთერში.